პარლამენტის თავმჯდომარე სლოვაკეთში კოლეგა შეხვდა, გაიმართა ბრიფინგიც. მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები განიხილეს, ილაპარაკეს ევროინტეგრაციის პროცესზეც. გზავნილებს ნინო არღულიანი გაგვაცნობს. სლოვაკეთი, რომელიც 22 წელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, მზად არის ამ გზაზე საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და ასევე მზად არის ამ გზაზე საქართველოს ინტერესები დაიცვას. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც დღეს ჩვენ სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარისგან შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მოვისმინეთ. დღეს ასევე ითქვა, რომ საქართველო არ არის მხოლოდ მეგობარი, ის არის სტრატეგიული პარტნიორი, მან ხაზი გაუსვა უკიდებლობას და აზია-ევროპის დამაკავშირებელ გზას. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ეს მარშრუტი იყოს სტაბილური და განვითარებული. დღესვე აღნიშნა მან ისიც, რომ საქართველოსთან დიალოგი მნიშვნელოვანია და ისაუბრა იმაზე, რომ ბრიუსელის შემზღუდავ ნორმებს სლოვაკეთი მხარს არ უჭერდა და არც მომავალში დაუჭერს. დღესვე მოვისმინეთ განცხადება იმის თაობაზეც, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, დღეს ითქვა ისიც, რომ პოლიტიკური მეგობრობის გარდა მნიშვნელოვანია ხალხთა შორის კავშირების გაღრმავება, მან ხაზი გაუსვა ტურიზმისა და განათლების მიმართულებას. სლოვაკეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. ამის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყნების მთლიანობა ირღვევა. შევხვდით, რომ გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ პარლამენტთა შორისი თანამშრომლობა. ადგილზე იყვნენ პარლამენტის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან იქნებიან კონტაქტზე. ესენი არიან სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლები, განათლების, სოციალურ საკითხთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვინაიდან ბევრ სფეროში შეგვიძლია გამოცდილების გაზიარება. არის თემები, სადაც ჩვენი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია, მათ შორის ევროკავშირში გაწევრების ჩვენი გამოცდილების შესახებ. საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის ადგილები, საიდანაც ენერგორესურსების მოპოვება შეგვიძლია, არამედ საჭირო ამისთვის უსაფრთხო მარშრუტის უზრუნველყოფა. მადლობა მსურს საქართველოს გადაუხადო, რომ ეფექტიანად მუშაობს რესურსების დივერსიფიკაციის კუთხით და უკრაინის კონფლიქტისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის კონტექსტში. საქართველოს რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად. საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ სხვადასხვა საგრანტო მხარდაჭერა. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იქნება 1 მილიონიანი თანამშრომლობა. საქართველო კვლავ სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების დახმარების პრიორიტეტულ ქვეყნად რჩება. ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ამას ხელი შეუწყო არა მხოლოდ პრეზიდენტის ვიზიტმა, არამედ იმან, რომ სხვადასხვა მინისტრი ესტუმრა სლოვაკეთს. შევქმნით თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისია. საქართველო და სლოვაკეთი იწყებენ თანამშრომლობის ახალ ეპოქას. ამის ხელშემწყობი ფაქტორია ახალი პირდაპირი ავიარეისი ბრატისლავასა და ქუთაისს შორის. ქართველ ხალხს გაუმარტივდება სლოვაკეთში ჩამოსვლა. ქართველი სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიების რაოდენობა გაიზრდება. მათთვის სპეციალური სქემა გვაქვს. გვაქვს პოტენციალი, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გავხადოთ. ვისაუბრეთ კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ორივე ქვეყანას შეუძლია, რომ ერთმანეთს კულტურის პორტფოლიო გაუზიაროს. შეგვიძლია ახალგაზრდების და ახალგაზრდული პარლამენტების დონეზე თანამშრომლობა. იმედი გვაქვს, რომ შევიმუშავებთ თანამშრომლობას, სადაც საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირებას გავაცნობთ სლოვაკ სტუდენტებს. წელს სლოვაკეთი ევროკავშირში გაწევრების 22 წლის თავს აღნიშნავს. ჩვენ ყველა სახის პუნქტი გავიარეთ გაწევრებისთვის. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი ექსპერტების გამოცდილება იმაზე, თუ რასთან იყო დაკავშირებული გაწევრების პროცესი. სლოვაკეთში ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ საჭიროა სტრატეგიული დიალოგი. გსურს დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ სფეროში, რომელსაც საქართველო მნიშვნელოვნად ჩათვლის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა დიალოგია და არა სანქციები. განურჩევლად იმისა, თუ რა სფეროს შეეხება. დიალოგით შესაძლებელია დახმარება, სანქციებს კი ხალხისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. საქართველოს სლოვაკეთის თანამშრომლობა მიმართულია რეგიონული დაძაბულობის შემცირებისკენ, ომების თავიდან არიდებისკენ და მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. ეს უკვე შალვა პაპუაშვილის განცხადებაა, რომელიც ამავე ბრიფინგზე მოვისმინეთ, ერთობლივი განცხადებისას მოვისმინეთ, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის სადარაჯოზე. დღესვე შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზას უკავშირდება.
დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საპარლამენტო კავშირების შემდგომი განვითარებისადმი ჩვენს ერთგულებას რთული გლობალური გარემოს ფონზე, სადაც პარტნიორობა და ურთიერთგაგება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. მე გამოვხატე სლოვაკეთის მიმართ ჩვენი მადლიერება საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ძალიან ფასეულია. შეხვედრისას აღვნიშნეთ მაღალი დონის გაცვლების მზარდი ინტენსივობა, რაც ნათლად წარმოაჩენს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას. საქართველოს მტკიცედ დგას ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის სადარაჯოზე. ნამდვილი ევროპული ღირებულებები, მათ შორის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციული ოჯახური ღირებულებები და ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს სახელმწიფო პრინციპებს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი საზოგადოებების ინტერესებს. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე, სადაც დიალოგი და გამოცდილების გაზიარება გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში. სრულად ვუჭერთ მხარს აქტიურ საპარლამენტო კავშირებს, საპარლამენტო ადმინისტრაციებს, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. შეხვედრისას ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გავუსვით კონსტრუქციული დიალოგისადმი ჩვენს ერთგულებას. მადლიერებას გამოვხატავთ სლოვაკეთის მზადყოფნისთვის გაგვიზიაროს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებული გამოცდილება. და ბოლოს, ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონული დაძაბულობების შემცირებისკენ, ზედმეტი ომების თავიდან აცილებისკენ და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ, რაც ხელში უწყობს ჩვენი საზოგადოებების შემდგომ განვითარებას, ჩვენი ხალხების ცხოვრების გაუმჯობესებასა და ნაყოფიერი ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევას. ერთობლივ განცხადებამდე კი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დელეგაციის წევრებს და შალვა პაპუაშვილს ბრატისლავის ციხესიმაგრეში უმასპინძლა გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომლის შემდეგაც მხარეებმა უკვე გამართეს გაფართოვებული შეხვედრა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის დედაქალაქში იმყოფება. ეს ნინო არღულიანი იყო.